კვერცხზე გრავირების ისტორია დასაბამს ჩინეთიდან იღებს. 1368-1644 წლებში ჩინეთში ხალხს ტრადიციად ჰქონდა სადღესასწაულო ღონისძიებებზე დეკორატიული კვერცხების ჩუქება. ნაჭუჭზე ჭრიდნენ ორნამენტებს, ყვავილებს, ფრინველებს, ცხოველებს და ადამიანების გამოსახულებებს. წლების განმავლობაში ეს კულტურა იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა. ქართველი ოსტატი გიორგი შოვნაძე კვერცხის ნაჭუჭზე გრავირების მეთოდით ნატიფად აცოცხლებს ორნამენტებს. მრავალი წელია კვერცხის ნაჭუჭზე განსხვავებული კომპოზიციები გადააქვს. მისი ნამუშევრები მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. სკოლის მოსწავლე იყო, როცა პირველად კვერცხზე გრავირებას სცადა. თუმცა წარუმატებლად. თავდაუზოგავი შრომით წარუმატებლობას წარმატებები მოჰყვა და დღეს მის ნამუშევრებს სხვადასხვა სივრცეში თუ კერძო კოლექციებში ნახავთ. ეს არის ძალიან ურთულესი ხელოვნების მიმართულება, რომელსაც ესაჭიროება ძალიან დიდი კონცენტრაცია, შინაგანი ენერგიის, თუნდაც ასე რომ ვთქვათ, დაკვირვების, კონცენტრაციის, აი ხელების ასე რომ ვთქვათ, თითების კონტროლის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაიწყო ბავშვობიდან, ჩემი ბავშვობიდან, იყო ესეთი რაღაც პატარა ახალგაზრდული ჟურნალი, სადაც იყო სულ რაღაც გვერდნახევარი მასალა, ესე პატარა ფოტო მასალა მოცემული, სადაც შინელი მოხუცი კაცი ჭრიდა და კვეთდა აი ამ კვერცხის ნაჭუჭს. ხო და მომეწონა ეს იდეა, იმის მერე მოყვება ეს ჩემი ასე რომ ვთქვათ მიდრეკილება და ჩემი ასე რომ ვთქვათ დაინტერესება აი ამ ხელოვნების მიმართ. ვაკეთებ ძალიან კარგ ნაკეთობებს, მაგრამ ვთვლი რომ მაინც არაფერი არა ვარ იმათთან შედარებით, იმ ჩინელ ოსტატთან შედარებით, რომლის ბავშვობაში პირველად ნახე იმის ნაკეთობები. ძალიან დიდი დრო დამჭირდა და ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, ჯაფა იმის გამო, რომ ოდნავ მაინც შემესწავლა, იმიტომ რომ მე ხო ამას არავინ შემოსწავლიდა. ეს საკუთარი ცდებისა და შეცდომების ხარჯზე შევისწავლე, შევქმნი ჩემი მიმართულება, ასე რომ ვთქვათ. პირველად ცხენები ძალიან მიყვარს და ცხენი ამოუქარგე სულ პირველად, მისი გაკეთებაც ძალიან მინდოდა. პირველი ცდაზე გამიტყდა ეგრევე. მეორე ცდაზე გაიბზარა თავთვალოთ რომ ისიც გაფუჭდა და მესამე ცდაზე გამომივიდა. აი სულ პირველად ცხენის გრავირება გამომივიდა კარგად, ასე რომ ვთქვა, კვერცხის ნაჭუჭზე კი. თავარია ქონდეს ადამიანს წარმოსახვის უნარი და ფანტაზია და არ გამოგელევა არასოდეს ის, რასაც აკეთებს. აზრი და იდეა რა. ბევრი წინააღმდეგობის, ათასობით დამსხვრეული კვერცხისა და დახარჯული ენერგიის ფასად ყველანაირ სირთულეს თავი გაართვა და ახალი გამოწვევებისთვის მუდმივად მზად არის. უკვე 50-ზე მეტი კოლექცია აქვს დამზადებული. ერთი კოლექცია კი 15-დან 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ამოტვიფრული აქვს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის ფიგურა, რომელიც დეტალიზებულ მუშაობას საჭიროებს და დიდ დროს მოითხოვს. ხოლო ქათმის კვერცხზე არ მუშაობ აგრეთვე სირაქლემას კვერცხზე, მუშაობ ინდაურის კვერცხზე, ბატის კვერცხზე, მაგალითად სირაქლემას კვერცხის სისქით არის დაახლოებით 2 მმ-მდე, რომელზეც შეიძლება უკვე გაკეთდეს ნაკვთებიც კი. არა მხოლოდ 2D-ზე ვმუშაობთ, არამედ იქ უკვე 3D-ზე ვმუშაობთ. ანუ ნაკვთები ამოყავს, სახის ნაკვთები მაგალითად რომელიღაცა მცენარის გამოსახვა გვინდა და იქ უკვე კეთდება ძალიან ლამაზი ესე რომ ვთქვათ ნამუშევრები. თუმცა არც ბატის კვერცხი და არც ინდაურის კვერცხი არ ჩამოვარდება სისქით და იქაც კეთდება რაღაც მსგავსი რამე. თუმცა აღნიშნავ რომ ქათმის კვერცხზე ურთულესია სამუშაო, იმიტომ რომ ყველაზე თხელი ნაჭუჭი მას აქვს და რატომღაც მიზიდავს ზუსტად ქათმის კვერცხზე მუშაობა, ალბათ იმ სირთულის და გამო. კვერცხზე ნებისმიერი რამის ამოტვიფრა შეიძლება გრავირება, დაწყებული უბრალოდ მარტივი რაღაცა ფიგურებიდან დაწყებული, დასრულებული რთული ნამუშევრებით სახია, მაგალითად მინუს პორტრეტის გამოხატვა. მაქვს ესეთი ასე რომ ვთქვათ შეთავაზებები, როდესაც ადამიანს სჭირდება ვინმე თავისი ახლობლის პორტრეტის გამოსახვა, ეს ძალიან იშვიათი სიურპრიზია, მე მგონი სხვა არავინ არ აკეთებს ასეთ სიურპრიზებს. ახლა აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება და ამავე მეთოდით რელიგიურ სიმბოლოებს აცოცხლებს. თავარი დატვირთვა, აღდგომაზე მოგიხსენებათ წითელი კვერცხის აზრი რაც არის, კვერცხს აქვს უპირველეს ყოვლისა მარადიული სიცოცხლის ნიშანი, ასე რომ ვთქვათ, მარადიული სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლო, წრი არის, ეს არის დედამიწა, ეს არის სიცოცხლის ძალა და ეს არის მუდმივი მარადიული, ასე რომ ვთქვათ, რეალი სიცოცხლის, ასე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე ძალიან მაგარ იდეას ატარებს და ენერგეტიკულ დანიშნულებასაც ატარებს რა.
პირადად მე ღმერთთან მაახლოებს აი ესეთი ნამუშევრების კეთება რა, ასე რომ ვთქვათ. იესოს მოსახულება, ჯვრები, ეკლესიები და ასე შემდეგ, ის რაც ჩვენ სასულიერო ასე რომ ვთქვათ, მდგომარეობას ეხება ხო, ჩვენს რწმენას, ჩვენს ქრისტიანობას, ეს მაახლოებს ღმერთთან და ურჩევ ყველას რომ ღმერთთან უფრო ახლოს იყვნენ რა. ეს არის პირველი და ესეთი რომ ვთქვათ, მთავარი დოგმა. ნაჭუჭზე გრავირების ქართველი ოსტატი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გრავირების სპეციალისტების ასოციაციის წევრად აირჩიეს. კვერცხის ნაჭუჭი ხელოვნების ნიმუშად რომ აქციოს, ამისთვის გრძელ და შრომატევად გზას გადის. ამ ნამუშევრის გამო, რომელიც არის ნოვაცია, სოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ასეთ მაკეტობას აკეთებს, არ მინდა ტრაბახში ჩამითვალოთ, უბრალოდ მართლა ასეა. და სამხრეთ კორეელი ქალბატონია ერთი, რომელიც არის კვერცხის გრავირების სპეციალისტების ასოციაციის დირექტორი, ხელმძღვანელი და მან გამაწევრიანა თავის ასოციაციაში სამუდამოდ და რა ნოვაცია ეს? Ну, რა თქმა უნდა, კვერცხის ნაჭუჭს ვაკეთებ, გრავირება კეთდება, მაგრამ ამ კვერცხის ნაჭუჭს დავუმატე ფილიგრამული ნამუშევარი, ეს არის ნაქმანების მაგვარი, ასე ჩახუჭუჭებული, ასე რომ ვთქვათ, წვრილი მავთულებით, მოუქროვილი მავთულები არის ჩასმული და თუ დააკვირდებით და ჩანს მე მგონი კადრში, ძალიან ლამაზია ეს გამოსული. ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ ამ ასოციაციაში ვარ გაწევრიანებული. ეს არის მრავალწლიანი შრომის შედეგი, დაფასებული ჩემი აზრით. გადაწყვეტილი მაქვს კიდევ ერთი ინოვაცია სიახლე შემოვიტანო კვერცხის გრავირების სამყაროში, ასე რომ ვთქვათ. ანუ ჩაფიქრებული მაქვს, ხედავთ აი ეს კვერცხის ნაჭუჭი როგორ არის გრავირებული, სწორედ აი ესეთი გრავირებით ავაწყო, აი როგორც მძერწავი ძერწავს, ვთქვათ, მაგალითად ცხენის ფიგურას, ხო, სხეულს. ისეთივე რაღაც გავაკეთო ოღონდ ნაჭუჭით. ანუ ფორმა იქნება ჩვეულებრივად როგორც გამოძერწილი ცხენის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გრავირებული ნაჭუჭით აწყობილი. ჩემის აზრით ეს იქნება აპოგეა ჩემს ნამუშევრებში. ეხლა ბრწყინვალე აღდგომა გვიახლოვდება და იესოს სახის გრავირება გავაკეთო. 4 დღე ვაკეთებ ამას. როგორც ხედავთ, მე ვიყენებ სპეციალურ სათვალეს. ამის გარეშე ძალიან რთულია გაკეთება ამ გრავირების, თუმცა შესაძლებელია ეგეც. პირველის ყოვლისა კვერცხი უნდა გავანთავისუფლოთ შიგთავსიდან, ეს კეთდება, მაგალითად ძირში კეთდება ესეთი პატარა მახვრეტი, ხვრელი, საიდანაც გამოიდევნება ეს შიგთავსი. კეთდება კვერცხის დეზინფექცია, ეგ აუცილებელია. ეს კეთდება მარილწყალით და ცმრით, ჩვეულებრივად ერთი-ერთზე ყველაფერი. ამას ჩაასხავთ შიგნით, თუმცა არის ერთი ნიუანსი, ერთი მომენტი, როცა კვერცხიდან შიგთავსი გამოგაქვს, იქ რჩება მემბრანა, აპკი. ის აპკი არ უნდა დავტოვოთ შიგნით, თორემ თუ დარჩა ის აპკი შიგნით და მე დროთა განმავლობაში გაშრება და გახმება, ის ვიწროვდება და იწვევს ნაჭუჭის ბუნებრივ ასე ბზარს და გატყდება, ის არ გაჩერდება, ისე არ არსებობს. გამორიცხულია ნაჭუჭი აუცილებლად გაიბზარება იმის ზეგავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მთავარი საიდუმლო ეს არის, რომ ეს აპკის გამო განთავისუფლო შიგთავსი. ნუ ეს საიდუმლო მე ამოხსენი, არც ერთმა ჩინელმა მე ეს არ მითხრა. ძალიან ბევრი საქართველოში დაინტერესებული ადამიანი ცდილობს გაიგოს ეს საიდუმლო და არ ვეუბნები არავის. შემდეგ აპკისგანაც რომ გავანთავისუფლებთ კვერცხს, კეთდება აუცილებლად კონტურების დატანება, ეს არის ძალიან წვრილი წვერის მარკერი. 0,2-იანი, ესე რომ ვთქვათ, 0,2 მმ-იანი, კეთდება კონტურების დატანება და მერე უკვე ვიწყებთ გრავირებას. ეს მაგალითად თუ პორტრეტზე ან რაიმე ყვითელ კვერცხზე მუშაობთ, შუქჩლილების თამაშით ვაკეთებთ ნახატს, მაგრამ თუ თქვა სიტყვაზე თეთრ კვერცხზე ვაკეთებთ გრავირებას და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ამოტვიფ რა, ორდეზეა ლაპარაკი, თუმცა არც ეს არის მე ვიტყოდი იოლი, ყველაზე რთული ნამუშევარი ეს არის, ეს ნამუშევარი ფილიგრანისა და ნაჭუჭის ერთობლიობა. აღსანიშნავია აგრევე ის მომენტი, რომ
ბორმანქანა, რომლითაც მუშაობ, რიგ შემთხვევებში უნდა იყოს ძალიან სწრაფი, ძალიან ჩქარი, მაგალითად ესეთი ნამუშევრების გრავირება რომ მოვახდინოთ. ანუ კვერცხის ნაჭუჭი ისეთ დონეზე უნდა გაცხელდეს, უпростоრედ სანამ გაცხელდება, მანამდე უკვე უნდა იყოს დასრულებული ამა თუ იმ მონაკვეთის ამოტვიფრვა. თუმცა, აი ახლა ამ შემთხვევაში დაბალ სიჩქარიანი ბორმანქანა საჭირო, რათა არ დავწვათ ნაჭუჭი და არ გამოგვივიდეს ასე ვთქვათ, ორმაგი ეფექტს ვეძახი ამას. დავასრულეთ, ხო? მე ამას საშლელით ვშლით, აი ესე, გახდება ესეთი თეთრი ფერი, აი როგორც აქ არის და აი ეს კონტური, რასაც გეუბნებოდით წეღან, აი სახის გარშემო, ეს იქნება მხოლოდ დარჩენილი ესე მუქად. აი ეს არის მოკლე მონახაზით, რო ვთქვათ, რა სტადიებს გავდივართ. ჯერ უპირველეს ყოვლისა, ისე შევეჩვი ამ სამუშაოს, რომ არ შემიძლია ამის გარეშე, ხობიცაა და უფრო მეტიც, ჩემი აზრით და თანამავე დროს უკვე რო დაასრულებ ნამუშევარს, რო შეხედავ, აი ამაზე დიდი სიამოვნება მე მგონი არ ვიცი რა, ყველა ხელოვანი მე მგონი ამას გნობს, რომ ნახავს თავის დასრულებულ ნამუშევარს. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ კვერცხზე გრავირების მეთოდით არ შემოიფარგლება. კვერცხის ნაჭუჭის გარდა მუშაობს ქვაზე, ხეზე და ყველა სახის ზედაპირზე, რაზეც კი შეიძლება გრავირება გაკეთდეს. თუმცა ამ მრავალფეროვანი საქმიანობის მიღმა საკუთარი პროფესია არ ავიწყდება. გიორგი შოვნაძე მასაჟის სპეციალისტია და მრავალი წელია გამაჯანსაღებელ სამკურნალო და სპორტულ მასაჟს აკეთებს. მასაჟის დროს გამომუშავდება ორგანიზმის მიერ გამაყუჩებელი ნივთიერებები. მაგალითად არის ეგეთი ბედნიერების ჰორმონს ეძახიან ენდორფინი, რომელიც ადამიანს ეხმარება განტვირთვაში, ტკივილის გაყუჩებაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მასაჟი საერთოდ განკუთვნილია უპირველეს ყოვლისა ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა არსებობს მასაჟის ზოგიერთი სახეობა, სამედიცინო გახლით სამკურნალო, რომლებიც უშუალოდ განკუთვნილია მაგალითად ხერხემლის გამრუდების სკოლიოზის სამკურნალოდ. თუნდაც ინსომნიაზე უძილობისთვის განკუთვნილი მასაჟები არის, ხრტილოვან ძვლოვანი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, კუნთოვანი სისტემის გასაუმჯობესებლად და კიდევ ბევრი სხვა. არა აუცილებელი მაგალითად ადამიანი ავად იყოს, ცუდად გრძნობდეს თავს. მასაჟი ტოლფასია პასიური ფიზიკური ვარჯიშის, ფიზკულტურას რო ვეძახით, იმის ტოლფასია, მაგრამ თუ კი არ გვაქვს დაგეგმილი არა ჩვენი მიზანი რომ სპორტული მასაჟი გავიკეთოთ, სავსებით საკმარისია წელიწადში 3 კურსი ჩავიტაროთ, 10-15 დღიანი 3-4 კურსი, კლასიკური ჩვეულებრივი მასაჟი. იქ შეგვიძლია შევურიოთ სარელაქსაციო მასაჟი, მატონიზირებელი სედატიური სახის მასაჟები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი ადამიანის ორგანიზმისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ პირველად როცა იკეთებს ადამიანი მასაჟს, მასაჟის სპეციალისტი უნდა იყოს 10 მაგათ და 100 მაგათ ასე რომ ვთქვათ მობილიზირებული იმისთვის რომ ადამიანს არ დარჩეს უარყოფითი პირველი სეანსის თავეჭდილება. თუ კი ის პირველ სეანსზე მიიღებს უარყოფით არასასიამოვნო ეფექტს 100%-დან 99% ის ადამიანი სხვა დროს არ გაიკეთებს, ან თუ გაიკეთებს, ექნება ყოველთვის ის უარყოფითი დამოკიდებულება და უარყოფითი შეგრძნება იმ მასაჟის სეანსთან დაკავშირებით. მუდმივად სიახლეების ძიებაშია და გამოწვევებს არასდროს უშინდება. 12 წელია უსინათლო მასაჟს აკეთებს და ბევრი მადლიერი პაციენტიც ჰყავს. პირველის ყოვლისა ეს მეთოდი მე დავნერგე, ხვალებახვეული მუშაობ. blind massage, ну ინგლისურად, ანუ უსინათლოთა მასაჟი, ჩვეულებრივი კლასიკური მასაჟი, მატონიზირებელი, deep massage, relax massage და ამას ყველაფერს აკეთებენ ოღონდ უსინათლო ადამიანები. ანუ ისეთ დონეზე აქვთ დახვეწილი ხელთასმა, მათი ხელების და შინაგანი ენერგიის კონცენტრაცია ერთმანეთთან ერთობლიობაში ისე აქვთ შერწყმული მუშაობისას, რომ ადამიანს რჩება ის თავეჭდილება, რომ ეს ერთი მასაჟისტი კი არ აკეთებს, ანუ 3 მასაჟისტი აკეთებს, თქვა ამ მასაჟის სეანსს, როცა თვალები გვაქვს ახვეული, თვალის ენერგეტიკა, ასე რომ ვთქვათ რა, ესეთი პირობითად ესე რომ წარმოვიდგინოთ, თვალის ენერგეტიკა, თვალთახედვის ზერის ენერგია გადმოდის ხელებში, თითებში და ეს შინაგანი ენერგიის კონცენტრაცია სახდენ ამ დროს, ის ხელთასმა, როგორცაც აკეთებ მაგალითად თვალხილული და თვალებახვეული თვითონ პაციენტიც გზნობს ამას, არა უარყოფითი ნახვით, არამედ ის გზნობს იმ დადებითობას, თვალებახვეული როცა მუშაობ,
ვიდრე თვალებ ხილულით რა. აი ესეთი პატარა ნიუანსი არის აი ამ სახეობაში, ამ მიმართულებაში მე ესე ვიტყოდი მასაჟის, რომლის პრაქტიკაც დავნერგე რამოდენიმე 12-13 წელია და დღემდე შედეგიანად ვიყენებ როგორც ჩვეულებრივი კლასიკური მასაჟის დროს, ასევე სამკურნალო მასაჟების დროსაც. არის მაგალითად ხელის მტევანზე ესეთი დასახელება ხეგუ ჩინურად, რაც ნიშნავს ხეობაში შესვლას, შესასვლელს, სწორედ აი ამ ადგილში არის აი აქ, ანუ ცერათითის და საჩვენებელი თითის მოსახრელ კუთხეში და ყოველდღიურად როცა ადამიანი თქვათ გაიგუდებს ცუდ ხასიათზე ან არა ენერგიულია, ანუ აი ამ ზონას ამუშავებს ყოველ ხელზე 5-5 წუთი, ცოტა ფრჩხილიც უნდა დააჭიროთ, მეორე ხელის ცერათითის ფრჩხილი, ცოტა უნდა იტკინოთ და საათის სისხლის მიმართულებით უნდა ატრიალოთ აესე. ეს არის ერთობ ძალიან სასარგებლო. ამ წერტილს გამოიყენებენ როგორც ზოგად გამაჯანსაღებელი ეფექტისთვის, აგრეთვე მაგალითად კბილის ტკივილის დროს, თავის ტკივილის დროს, კისრის ტკივილის დროს და საერთოდ ტკივილების დროს მსუბუქი გაყუჩების შემთხვევაში ამ წერტილს იყენებენ. მიუხედავად ფიზიკური დატვირთვისა, ქართველი ოსტატისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება გრავირებაა. საკუთარი თავი ამ საქმის და იმ ადამიანების გარეშე ვერ წარმოუდგენია, რომლებიც მისი შემოქმედების გულშემატკივრები არიან.